საქართველოს ისტორიაში მეტნაკლებად ჩახედულთა გაკვირვებას გამუდმებით იწვევს ერთი ფაქტი. როგორ მოახერხა ამ პატარა ქვეყანამ 2 საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში შეენარჩუნებინა სახელმწიფოებრიობა მაშინ, როდესაც მის გვერდით დაირღვა და პირისაგან მიწის აღიგავა უდიდესი იმპერიები: ბიზანტია, პართია, მონღოლეთი, თურქმანები, ოსმალები, სპარსები და სხვა. მაჰმადიანური ზესახელმწიფოები ერთმანეთს ცვლიდნენ, გამუდმებით მტრობდნენ საქართველოს და ლამის საკუთარ მოვალეობად მიაჩნდათ ამ პატარა ქვეყნის განადგურება თუ თავის რჯულზე მოქცევა. მაგრამ საბოლოოდ თავად მიდიოდნენ მოუსავლეთში. საქართველო კი ფერფლიდან აღმდგარი ისევ ზეობდა და აგერ დღევანდლამდე მოატანა თავი. დამყრობელ დამაქცევარზე საუბრისას იმასაც თუ გავაანალიზებთ, ვინ რა ზიანი მოგვაყენა, პირველობაზე პრეტენზია აუცილებლად ექნება მე-14 საუკუნის ბოლოს შუა აზიაში მონღოლური ტომიდან გამოსულ მიზანთროპ თემურ ლენგს. 8 შემოვიდა საქართველოში. 8 გადაწვა და მოაოხრა, რასაც მისწვდა. 8 შეაწყვიტა ათასობით ათასი მოლაშქრე ამ ერთით სიდა ქვეყანას და საწადელი მაინც ვერ აისრულა. ქართველთა ჯავრი საფლავში გაიყოლა. რამ გაამხეცა ნახევარი მსოფლიოს დამყრობი კოჭლი თემური, რომლის ჯარსაც ვერაფერი დააკლეს ვერც ჩინელებმა, ვერც ინდოელებმა, ვერც ოსმალებმა და ვერც სისხლით მონათესავე მონღოლებმა. რატომ მაინც და მაინც საქართველო? იმ დროს საქართველოში მეფობდნენ ჯერ ბაგრატ მეხუთე და შემდეგ მისი ძე გიორგი მეშვიდე. სწორედ ამ ორმა გვირგვინოსანმა დაუკარგა მოსვენება დიდ დამყრობელს. საქმე კი ის იყო, რომ ქართველები ფლობდნენ კავკასიონზე გადმოსასვლელ უღელტეხილებს, საიდანაც თემურის სამფლობელოებს საფრთხეს უქმნიდა ჩინგის-ყაენის იმპერიის ბოლო ნაფლეთი ოქროს ურდო და მისი ყაენი თოხთამიში, რომელიც თავადვე აიყვანა ტახტს. გიორგი მეშვიდის მეფობის პერიოდი საქართველოში თემურ ლენგის გამანადგურებელ ლაშქრობებს დაემთხვა. გიორგი მეფის მოვალეობას ასრულებდა ჯერ კიდევ ბაგრატ მეხუთის ტყვეობის დროს. იგი იყო ორგანიზატორი იმ ჩასაფრებისა, რომელიც ბაგრატის წინამძღოლობით საქართველოში შემოსულ თემურის ჯარს მოუწყვეს ქართველებმა. გიორგის გამეფებიდან მეორე წელს 1394 წელს თემურ ლენგი მესამედ შემოიჭრა საქართველოში. რატომ დაბრუნდა თემური 1394 წელს საქართველოში? ამის შესახებ მემატიანეები არაფერს ამბობენ. თემურ ლენგის მეხოტბე ისტორიკოსი შერეფ ად-დინი თავისი ბრძანებლის საგმირო საქმეების აღწერისას ყოველთვის აცხადებს, რომ თემურს მიზნად მაჰმადიანობის გავრცელება ჰქონდა დასახული. ამიტომ ლაშქრობათა ნამდვილი და კონკრეტული მიზეზის დასახელებას იგი ადვილად არიდებს თავს. თემურის სარდლები პირველად ახალციხის მიდამოებს შეესივნენ. იქაური ციხეები დაანგრიეს და დიდი ნადავლით დატვირთულნი დაბრუნდნენ კოლაში, სადაც თემურს ბანაკი ჰქონდა მოწყობილი. ამიტომ ფიქრობდა ივანე ჯავახიშვილი, რომ სამცხეში თემური მის წინააღმდეგ დაწყებული აჯანყების ჩასაქრობად უნდა შეჭრილიყო. რამდენიმე ხნის შემდეგ თემური არაგვის ხეობისაკენ დაიძრა. აქ მან შემუსრნა მთიულნი და სიმაგრენი მოაოხრა. არამედ ავნებდნენ დიდსამ მთიულნი და სპანი მეფისანი მუნმყოფნი სპათა თემურისათა, რომელთა ვერარაიტყვეს და უკუმო იქცნენ. ივანე ჯავახიშვილი თემურ ლენგის მიერ არაგვის ხეობის დალაშქვრას უკავშირებს შერეფ ად-დინის ცნობას, რომ დარუბანდის გზით თოხთამიში ყივჩახთა ულუსის ლაშქრი თურთ შირვანში შეიჭრა და ზოგიერთი ადგილი აოხრაო. ცხადია, თოხთამიში საქართველოსა და დაღესტნის მმართველებთან შეუთანხმებლად ასეთ ლაშქრობას ვერ მოაწყობდა. სწორედ ამიტომ იყო, რომ თემურ ლენგმა დარიალის ხეობის ჩაკეტვა და თოხთამიშისათვის გზის შეკვრა მოინდომა. 1398 წელს თემურ ლენგი ინდოეთისაკენ დაიძრა. კავკასიის ხალხებმა დრო იხელთეს და თათრების ბატონობისაგან გათავისუფლებას სცადეს. ამ ბრძოლის მეთაური იყო საქართველოს მეფე გიორგი მეშვიდე. კავკასიაში ლაშქრობების დროს ნახჩევანში ერთადერთი ციხე ალინჯა დარჩა, რომელიც თემურმა ვერ აიღო. ამ ციხეში იყო გამოკეტილი ჯალაირიანთა დინასტიის უფლისწული თაჰერი.
საიდანაც იგი განაგრძობდა მედგარ წინააღმდეგობას. თემურმა ინდოეთში წასვლის წინ ალინჯის ციხის ალყათავის ძეს მირანშაჰს გადააბარა. მირანშაჰის სარდალმა ციხეს მაღალი კედელი შემოავლო და დარაჯად დაუდგა, რათა ვერც ვერავინ გამოსულიყო და ვერც ვერავინ შესულიყო ციხეში. დაი გიორგი მეშვიდემ და მისმა მოკავშირეებმა მიზნად დაისახეს ციხეში შეღწევა და იქ მყოფთა სურსათით და იარაღით მომარაგება. გიორგის ეს გადაწყვეტილება სამომავლოდ იყო გათვლილი. ჯალაიარიანები საქართველოს საიმედო მოკავშირეები უნდა გამხდარიყვნენ თემურის მემკვიდრეების წინააღმდეგ ბრძოლაში. გიორგიმ თავი მოუყარა ქართულ ჯარს, ჩამოიყვანა მეომრები ჩრდილოეთი კავკასიიდან და ნახჩევანისკენ დაიძრა. ქართველებმა და მისმა მოკავშირეებმა მოალყე თათრები სასტიკად დაამარცხეს და განდევნეს ნახჩევანიდან. უფლისწული თაჰერი გიორგიმ გამოიყვანა ციხიდან და საქართველოსკენ გამობრუნდა. გიორგი მეფემ განილაშქრა ალინჯას ყოვლითა სპითა, ქართლ კახელთა, ლიხთ იმრელთა, მესხთა და შირვანელთა შეერთებული ჯარითო. მივიდა ალინჯას და დახოცა ლაშქარი და გამოიყვანა ძე სულთანისა შეყენებული ციხესა ალიჯანსა. აღხოცნა მხედარნი თემურყაანისა და მოვიდა გამარჯვებული. მოგვითხრობს ძეგლი ერისთავთა. ეს ამბავი თავრიში შეატყობინეს თემურლენგის ძეს მირანშაჰს. იმან დიდძალი ლაშქარი გამოგზავნა ალიჯანისკენ. ქართველები უკვე შინ ბრუნდებოდნენ, როდესაც თავრიზიდან წამოსულ მონღოლთა ლაშქარს გადააწყდნენ. ქართველებმა მონღოლები ამჯერადაც სასტიკად დაამარცხეს და უკუაქციეს. ინდოეთის ლაშქრობიდან დაბრუნებულ თემურლენგს კავკასიის საქმეები არეული დახვდა. თემური ამ ამბავს ვერ შეურიგდებოდა და წაგულდაგულოდ მოემზადა საქართველოზე სალაშქროდ. 1399 წელს თემურლენგის ურდოები შეესივნენ ჰერეთ-კახეთს. დიდთოვლობის მიუხედავად ბრძოლა მთელ თვეს გაგრძელდა. ქართველები თავგანწირულად იცავდნენ თავს, მაგრამ მტრის მრავალრიცხოვნება თავისას შვებოდა. ჰერეთის მმართველი ხიმშია ჯარითა და აყრილი მოსახლეობით ტყეს შეეხიზნა. მათი საყარი და მეურნეობა კი მტერმა გაძარცვა და გადაწვა. თემურლენგის ბრძანებით ჭრიდნენ თუთისა და ნიგვზის ხეებს, კაფავდნენ ბაღვენახებს, ბოსტნებს, ანგრევდნენ სალოცავებს, სასახლეებს, ციხეებს, ერეკებოდნენ საქონელს. ამასობაში დიდთოვლობამ მოუსწრო ლაშქარს. ცხენების საკვები გამოელიათ და უკან გაბრუნდნენ. მომდევნო წლის გაზაფხულზე თემური კვლავ მოუბრუნდა საქართველოს. თემური უზარმაზარი ლაშქრით ბარდავის გზით საქართველოში შეიჭრა. გიორგი მეფეს ელჩის პირით მორჩილება და სულთან აჰმედ ჯალაირის შვილის თაჰერის გადაცემა მოსთხოვა. გიორგი მეფეს ორივე მოთხოვნაზე გამომწვევი პასუხი შეუთვლია, ხოლო თაჰერის შესახებ უთქვამს: არ არის ჩვენი ნათესავთ წესი, რომ შეხვეწილი კაცი ვისმე მივცეთო. სპარსული წყაროს მოწმობით თემურლენგის მძვინვარების ალი უფრო აბრიალდა ურწმუნო გიორგის უგუნური გულადობის გამო, წერს ნიზამ-ად-დინი. ამის შემდეგ თემურმა თავის ლაშქარს უბრძანა საღვთოომად მკლავი აღემართად ბოროტსა და ცდომილ ხალხზე, მათი სადგომ-საცხოვრებელი გაენადგურებინათ, ხოლო ხეები და ყანები ძირიანად ამოეთხარათ მოსული ნაყოფითა და მოწეულ თავთავიანად. 1400 წელს ასეთი მოწოდებით შემოესია თემურის ლაშქარი საქართველოს. გიორგი მეფემ გოგჩის ტბის მიდამოებში გაუმართა ბრძოლა. ქარიანამინში გიორგის ისე განულაგებია ჯარი, რომ აყრიდა მტვერსა პირსა ლაშქარსა ლანგ თემურისასა. ქართველებმა დიდი ზიანი მიაყენეს მტერს. ურიცხვი მოუსრეს პირითა מחვილისათა, მაგრამ მათ სიმრავლეს არაფერი აკლდებოდაო. მოგვითხრობს ახალი ქართლის ცხოვრების ავტორი. საღამო ჟამს, როდესაც მეომრები დაიღალნენ, თემური ახალ რაზმებს თავად წარუძღვა და იერიში მიიტანა დამაშვრალ ქართველებზე. ქართველებმა ვეღარ გაუძლეს შემოტევას და უკუიქცნენ. თემურის ლაშქარი ქვემო ქართლს მოედო, შემდეგ თბილისისკენ წამოვიდა. შენი და შენი შვილის პიროვნული განვითარებისთვის. ფასკუნჯი გურამ მეგრელიშვილის წერის საავტორო სკოლა. რა არის ფასკუნჯი? მული აღწერაში. თემურმა აიღო თბილისი და ახლო მდებარე ციხეების შემდეგ მუხრანის ველზე დაბანაკდა. აქედან ქსნის ხეობას შიდა ქართლში მარბიელი რაზმები დაგზავნა. თემურმა ნამდვილი ნადირობა გამოაცხადა გიორგი მეფეზე. გიორგი მეფე გორში იყო.
თემურის ლაშქარი გორშიც მივიდა და მიწასთან გაასწორა გორის ციხე. გიორგი მეფეს ძამის ციხეში მოუსწრია გამაგრება. თემური აქაც დაედევნა მეფეს და ძამის ციხეს ალყა შემოარტყა. 7 დღიანი ალყის შემდეგ ციხე დაანგრიეს. ციხეში მყოფებმა გიორგის მეთაურობით ხმალ და ხმალ გააპეს ალყა და გაქცევა მოახერხეს. ამის შემდეგ გიორგი სავანეთის ციხეში გამაგრებულა. მტერი ფეხდაფეხ მისდევდა გიორგის. ამ ციხესაც იგივე ბედი ეწია. გიორგი მისევ გაარღვია ალყა და თანხმლები პირებით ურთ დასავლეთ საქართველოში გადავიდა. ქართლში დარჩენილმა თემურის ლაშქარმა აოხრა თეძმისა და არაგვის ხეობები. გზაზე დაანგრიეს ციხეები და გადაწვეს ეკლესიები. შემდეგ თემური სამხრეთისაკენ იხევს, ყოლას საძოვრებისაკენ, სადაც ბანაკად იდგა. აქედან ტაოში, ფანასკერტის მიდამოებში გაგზავნა სარდლები იქაური ქრისტიანი მოსახლეობის დასასჯელად. თემურის ქართლიდან წასვლის შემდეგ გიორგი დასავლეთ საქართველოდან ბრუნდება და იწყებს სახელმწიფო საქმეების მოგვარებას. მისი ერთ-ერთი პირველი ღონისძიება იყო დვალეთში ლაშქრობა, რადგან დვალები ვირშელ ერისთავს იმ დროს აუჯანყდნენ, როცა მტერი ქართლში იყო შემოსული. თემურლენგმა ამ დროს სომხეთში სივასის ციხე აიღო და არნახულის სისასტიკით გაუსწორდა ციხის მცველებს. შემდეგ ეგვიპტისაკენ დაიძრა, იქიდან ბაღდადისაკენ. სწორედ ამ დროს ჯარი ორად გაჰყო და ერთი ნაწილი კვლავ საქართველოსკენ გამოგზავნა. გიორგი მეფემ ამჯერად მტერს მოციქულების შეაგება და ზავი შესთავაზა. საქართველოს ელჩობას კონსტანტინე ბატონიშვილი, კონსტანტინე პირველი ხელმძღვანელობდა. 1401 წლის სექტემბერში კონსტანტინე პირადად შეხვდა შამქორში დაბანაკებულ თემურლენგს. ზავის პირობები შემდეგი იყო. პირველი, საქართველო კისრულობდა ყოველწლიურად ხარკის გადახდას. მეორე, გამოიყვანდა გარკვეული რაოდენობის ჯარს თემურის ომებში საბრძოლველად. მესამე, საქართველოს არ უნდა ჩაეკეტა გზები. მეოთხე, ქართველებს არ უნდა შეევიწროებინათ მუსლიმები. მეხუთე, ქართველებს თავიანთი ქრისტიანული წესები მუსლიმთა ქვეყნებში არ უნდა შეესრულებინათ. მეექვსე, თემურლენგს სამხედრო ძალა აღარ უნდა გამოეყენებინა საქართველოს წინააღმდეგ. მიუხედავად ზავისა, მომდევნო წელს თემურლენგმა 25,000-იანი ჯარი შეუსია თორთუმის ციხეს, რომელშიც 200 ურჩი ქართველი ყოფილა გამაგრებული და უარს აცხადებდა ხარკის გადახდაზე. 1402 წელს შემოდგომის პირზე, ოსმალეთთან წარმატებული ომის შემდეგ, თემური უკვე მერვედ შემოიჭრა საქართველოში. სპარსული წყაროები ამ ლაშქრობის მიზეზად ასახელებენ გიორგი მეფის მიერ ზავის პირობების შეუსრულებლობას. გიორგი მეფემ დამპყრობელს კვლავ თავისი ძმა კონსტანტინე შეაგება საჩუქრებით და ხელახლა დაზავება შესთავაზა. თემურმა არ შეისმინა გიორგის თხოვნა და ლაშქარი შეუსია ქვეყანას. ამ ლაშქრობის დროს აიღეს მიუვალი ბირთვისის ციხე. ამის შემდეგ თემურმა დასავლეთ საქართველოშიც ილაშქრა. ამ მხარეში დაახლოებით 700 სოფელი აოხრეს მონღოლებმა. ხშირი ტყეები და ჭაობიანი ნიადაგი აბრკოლებდა ჯარის გადაადგილებას. ზამთარი ახლოვდებოდა და გზების შეკვრის საშიშროება ექმნებოდა უზარმაზარ ჯარს. თემურის სარდლობა გრძნობდა გახანგრძლივებული ლაშქრობის უაზრობას და ურჩევდნენ თავიანთ მბრძანებელს დაზავებოდა გიორგი მეფეს. ამჯერად თემური იძულებული გახდა თვითონ ეთხოვა ზავი. ადრე მიღებულ საზავო დადგენილებებს შეემატა პუნქტი, რომელშიც თემური ცნობდა საქართველოს როგორც ქრისტიანულ სახელმწიფოს. 1405 წელს თემურლენგი გარდაიცვალა. მის მემკვიდრეებს შორის ცხარე ბრძოლა გაჩაღდა ძალაუფლებისათვის. ჰულაგუიანთა ირანის მემკვიდრეობაზე ერთმანეთს ეცილებოდნენ თემურის შვილიშვილები. კავკასიის ხალხებმა ამ ვითარებით ისარგებლეს და გათავისუფლებისათვის იწყეს ბრძოლა. იმერეთიდან დაბრუნებული გიორგი მეფე დანგრეული ქვეყნის მოწესრიგებას შეუდგა. ჯერ ქვეყნიდან გარეკა მონღოლები, შემდეგ შეტევაზე გადავიდა და მოსაზღვრე მხარეებიდანაც დაიწყო მათი განდევნა. ამას მოწმობს 1405 წელს გიორგის წარმატებული ლაშქრობები ნახჩევანსა და განჯაში. არსებობს ცნობა, რომ გიორგის მონღოლები შეუვიწროვებია ანისსა და არზრუმში და თავრიზამდეც ჩასულა. თემურის შვილიშვილმა ომარმა, ირანის მმართველმა ჯარი შეკრიბა და კავკასიაში, ალატახში დაბანაკდა. გიორგი მოულოდნელად დაესხა თავს და თავრიზისაკენ გადარეკა მტერი.
ამასობაში თემურის მემკვიდრეებს კავკასიაში ბატონობაზე შავბატკნიანი თურქმანები ეცილებიან. საქართველო ახალი საფრთხის წინაშე დადგა. გიორგი მეფე გარდაიცვალა 1407 წელს. ვახუშტის ცნობით იგი დაიღუპა ნახიდურთან შემოსულ თურქმანებთან ბრძოლაში. თუმცა წყაროთა შეჯერება ბადებს ეჭვს, რომ იგი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. დაგვიწერეთ თქვენი აზრი გიორგი მეშვიდესთან დაკავშირებით. გამოიწერეთ კარდუს არხი, მოიწონეთ ეს ვიდეო და გაუზიარეთ რაც შეიძლება მეც, რათა ყველამ გაიგოს ამბები საქართველოსზე.